ამერიკის დღეები 2017 ფარგლებში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სამეცნიერო კუთხის საზეიმო გახსნა მოეწყო. ღონისძიება ამერიკის და საქართველოს შორის თანამშრომლობის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის თავს მიეძღვნა. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორის განცხადებით სამეცნიერო კუთხის საქმიანობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ეკოლოგიურ აღზრდას, განათლებას და ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ღონისძიებას საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ. ჩვენ სამეცნიერო კუთხეში დაახლოებით 500-მდე მოსწავლე ახალგაზრდა დადის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები 6-დან 18 წლამდე უკვე პროფესიული განვითარების თვალსაზრისით და ისედაც თავიანთი თვალსაჩინოს გაზრდისთვის დაეუფლონ და გაიგონ სამეცნიერო სხვადასხვა მიმართულებების არსს. სამეცნიერო კუთხის გახსნა არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ქართველ ახალგაზრდობას და ახალ თაობებს მისცემს შესაძლებლობას ჩაუღრმავდნენ მეცნიერებას და სამომავლო კარიერასაც კი დაეუფლონ.